პროექტი შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა, როსტომ ჩხეიძის წიგნის მიხედვით განხორციელდა აუდიო სერიალის სახით. თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და ხელშეწყობით. პროექტი ეძღვნება ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას და 1924 წლის ტრაგიკულ სისხლიან მოვლენებს და სახალხო ეროვნული აჯანყების 100 წლის თავს. აუდიო სერიალი მომზადდა შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტის რადიო კინოს ფარგლებში სტუდია კოცის ბაზაზე. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი პირველი, აჩრდილი ლუარსაბ თათქარიძისა. ოხონდაც მეწეროს აქედან გაღწევაც და ხალხის იმ მოლოდინის გამართლებაცო. ლუარსაბ თათქარიძეობა მაინც და მაინც არ გულისხმობდა სვებედნიერ ყოფას და თუ კალმახს არ გადააყოლებდი თავს დარდმოძალებული. ავი ბედი მაინც იქვე ჩასაფრდებოდა, მაგრამ რაღაც იმედს თუ არ მოეჭიდებოდა, სულაც ჩამოინგრეოდა და ჩამოინაცრებოდა. და იმ რაღაც იმედად მაინც ლუარსაბს დაიგულებდა. მის ტყავში რომ შემაძვრივნა, აღარც გამიძნელდებოდა უმოქმედობა და უსაქმურობა. საათის წიკწიკი ასე რიგად არ შემინგრევს გულსა და გონებასო. არადა ამბოხებისათვის საუკეთესო ჟამი თუ იდგა და მის ჩამოსვლას ხა მოელოდნენ, თვითონაც უნდა აფაციფუცებულიყო და სამგზავროდ გამზადების წინ ჯერ მეუღლესათვის უნდა შეეთვალა, დავიბარე და მოელაპარაკე, ვინც მანდ თავკაცობს. ჩემი მდგომარეობა აცნობე და აღუთქვი, რა წამს გამოკეთდება და დროც დადგება, იმ წამსვე თქვენთან გაჩნდებაო. მერე კი საკუთარ სხეულს მიყურადებოდა, ნეტა რას გამცნობს, რას გაიმედებსო. კვირის თავზე სიხარულს გაუზიარებდა სპირიდონს. ჩემს ამბავს თუ იკითხავ, გონი ნელ-ნელა წინ მიწევის ჯანი. ამინდებიც კარგი დაიჭირა, მეექვსე დღეა ისეთი მზე დგას, მაისი გეგონება. კარგად აცხუნებს აივანზე ჩრდილში. თალ დღეს სულ აივანზე ვწევარ ღამით ოთახში და საკმაოდ მშრალი ცივი ღამეებია. ამასთან ამინდმა ძალიან კარგად იმოქმედა ჩემზე. ექიმი ძალიან კმაყოფილია ოპერაციის შედეგით. დღეს სწორედ 3 თვე შემისრულდა ოპერაციის გაკეთებიდან. ექიმმა გულდადებით გამსინჯა დღეს და მითხრა, ეხლა კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თლად გამოჯამრთელდებით 2-3 თვეში. სიცხემ დაგიკლოთ, წონაში იმატებთ. ანალიზი კარგ შედეგებს მიჩვენებს. დღევანდელმა გასინჯვამ კიდევ უფრო დამაჯერაო. განა თვითონ კი ვერ ატყობდა უკეთესობას. აგერ თუნდაც მუხლი უმაგრდებოდა, აქამდე რომ სისუსტეს აგრძნობინებდა. ეს ნესტორ ფილია თავისა შესჩენოდა, როგორმე ადგილი მიშოვნე გიორგი მაჩაბელთანო. ამას ყოველგვარი თხოვნე ესიკვდილებოდა და ურჩევდა,
სჯობს თვითონვე ნახო გიორგი და დაელაპარაკო. უფრო ეს სიამოვნებაო. მაგრამ ის არა და არ მოეშვებოდა და იმის წერილებით გულშეწუხებული ქაქუცა ისევ სპირიდონ კედიასთან ამჯობინებდა თხოვნის გამჟღავნებას. ახლობლად რა კი იგულებდა და ასე არ ერიდებოდა როგორც გიორგისა. იქნებ რამეში გამოგადგეთ. ფეხზე ვაჭრედ მაინც ჩემოდნით. პერიკაცია. ეგება მუშტარზე იმოქმედოს და რაიმე საწვრილმანო გაყიდოსო. ძალიანაც ვერ ეთხოვა, რადგან იმას სპირიდონი ქაქუცაზე უკეთ იცნობდა და მოეხსენებოდა რისი უნარიც ჰქონდა. არადა ქაქუცაც გამოუვალ მდგომარეობაში ჩაეყენებინა და სტრიქონსა და სტრიქონს შორის ისეც ხადლივ ამოიკითხება გაბეზრებული კაცის წუხილი. ეს ღამ აკლდაო. პოსკრიპტუმში მიხაკო წერეთლის მისამართს თხოვდა. მასთან შეხმიანება ყველაზე ძლიერ მოსწყურებოდა. ოღონდ ესეცა სპირიდონ კედიასათვის პოსკრიპტუმი როგორც ჩანს მეორე ხარისხოვან ჩანაწერს გულისხმობდა. ქაქუცასათვის კი თურმე ძირითადად ტექსტზე მეტად ის ფასობდა და 19 მარტს გაგზავნილ ბარათს ამ მეგობრული საყვედურით დაიწყებდა. მივიღე შენი წერილი, მაგრამ უმთავრესი დაგვიწყებია ძმაო. მიხაკოს მისამართს აქ თხოვდი. სწორედ ის გამოგრჩენიაო. საერთოდ კი მის საპასუხო წერილზე რა შთაბეჭდილება დარჩებოდა. ჩაკროჭინებულიაო. ასე შეაფასებდა და შეეცდებოდა ყველა მის შეკითხვაზე პასუხი გაეცა. ის წერდა. ახლა გაფრანგებული იქნება და ფრანგულ გაზეთებსაც კითხულობსო. და ქაქუცას მწარე ირონია ჩაუკეცავდა ტუჩის კუთხეს. შენ რა გგონია? უნივერსიტეტში გამომისტუმრე თუ რა არის? არც ისე მჩატედო ყოფილვარ ავად, როგორც შენ უყურებდიო. თურმე ძალიან ყოფილვარ დაბარგული და გაკვირვებას არის ექიმი. დასუსტებულს გამიკეთეს ოპერაცია და შევძელი უშედეგოდ გადატანა. ეს 2 დღე იყო, რაც ნება დაერთოთ სიარულისა საათ ნახევარს. ოღონდ შიგ შენობაში. სამედიცინო გეგმა კი ასეთი შემუშავებულიყო. დილით უნდა ჩაეცვა, ყავა დაელია. მერე ნელა გაევლო შენობაში და ჩაცმული წამოწოლილიყო საწოლზე. საბან გადაფარებული ნასაუზმებს ისე უნდა გაევლო. ერთი ჩარეკი. აივანზე შეზლონგში ჩაწოლილიყო და გაყუჩებულიყო. კითხვაც ეკრძალებოდა, ლაპარაკიც და ფიქრიც რაიმეზე. მიცვალებამდე ეტყობა, სრულყოფილად უნდა გამოეცადა მიცვალებულის ყოფა. აღარც დაეჩივლა. ძალიან ძნელია ყველაფერი შეასრულოს კაცმა. ცოცხალი კაცი იწვეს, ცილის ნება არა, კითხვის არა და არ იფიქროს შეუძლებელი. მაგრამ ვერავ რიგდებით სანატორიუმი და მე. ყავის დალევის შემდეგ 3:30-დან კვლავ აივანზე უნდა დაწოლილიყო 7:30-მდე. მერე 15 წუთს ესეირნა და 7-ზე ესადილა. ნასადილებს გაეხადა ტანსაცმელი და დილამდე აღარ წამომდგარიყო ლოგინიდან. აი ჩემო სპირიდონ, როგორ უნივერსიტეტში ვარ. ექიმი სულ იმას უმეორებდა, არ ელაპარაკო და მეტწილად ჩუმად იყავი. არც კითხვით დაიღალო. დღეში მხოლოდ დრო გამოშვებით შეეძლო ეკითხა ან ეწერა 2 საათის მანძილზე.
ეს რამდენიმე დღეა დაერთოთ ნება საერთო სასადილოში ესადილა და სხვა ავადმყოფები მაშინვე მიულოცავდნენ. იცოდე, ეს დიდი პროგრესის ნიშანიაო. თორემ აქამდე რა, მარტო უნდა წოლილიყო გაჭიმული. მთამქშობა ისევ მთა განკურნავსო. ამხნევებდა სპირიდონი და თუმცა ქაქუცა ეთანხმებოდა, მაგაში მართალი ხარო, იმასაც შეახსენებდა, რომ თას წელიწადში ერთხელ გაჯავრება სჩვევოდა და ახლა სწორედ ის დრო იყო თის გუნების შემცვლელი. თოვლს ჩამოყრიდა და ხან დღეში 7 ჯერ იცვლებოდა ამინდი. ხან მზე გამოანათებდა, ხან წვიმა მოაღებდა პირს და ხან ისევ ფანტელებს ჩამოყრიდა. ამინდის ასეთი მკვეთრი განუწყვეტელი ცვალებადობა ისე მოქმედებდა ავადმყოფზე, რომ ყველას დააწვენდა, ვინც ფეხზე დადიოდა. ამას კიდევ რა უშავდა, 2 დღეში რამდენიმე სნეული სულაც გამოეთხოვებოდა სააქაოს. ექიმი ძალიან შეფიქრიანდებოდა ქაქუცაზე. მერე კი სიხარულით ეტყოდა, მეგონა შენც დაგასუსტებდაო. პირდაპირ ვერ გაუმხელდა, რომ უარესის მოლოდინიც გასჩენოდა, მაგრამ ეს როგორღაც იოლად გაუძლებდა ამინდის შემოტევას. ცოტა შეანჯღრევდა მთის გაჯავრება, ეგაა და ეგ. ძველი და ახალი ჭრილობანი ერთმანეთში რომ არეულიყო, მარტო ისჩხლეტდა და აწუხებდა, მაგრამ ღმერთს მადლობა შესწირავდა, რომ ჯერჯერობით თავს ინარჩუნებდა. ნეტავ კიდე რა იყო მოსალოდნელი, სანატორიუმი უკვე 4 წელი არსებობდა და ამისთან ამინდი არ ახსოვდათ. მოთოვით როგორ არ მოუთოვია, მაგრამ ასე მძლავრად არაო. აი ჩემო სფრიდონ, ზოგჯერ მთამაციცის არევა, ან კიდევ ალბათ ბოლშევიკებზე ჯავრობს. აქამდის მშვენიერზე მშვენიერი აშლილი მთა თავისი მზის სხივებით, რომელიც აშრობდა ჩემი ფილტვების სენს და ჰკურნავდა, დროებით შეაჩერა. ალბათ ფიქრობს ყველა თავისი თვისებების სიმკაცრის ცხრილში გატარებას. თითქოს ბედის სამდურავი უნდა მოხვეს ამ პასაჟს, მაგრამ უეცრად ასე ჯობია, რა სიტყვი. და ყოველი შემთხვევისათვის განუმარტავს ამ მოულოდნელი ფრაზის შთამაგონებელ ბიძგს. კაცმა ყველაფერი უნდა ნახო ცხოვრებაში, რომ ცხოვრებისთვის გამოდგეს. იმედიანი ფრაზაა რა. მიუხედავად სრულიად საპირისპირო ყოფაში ჩავარდნისა, საპირისპიროში მისი ცხოვრების სტილთან შედარებით, რაც თვალი გამოახილა ქვეყანაზე, მუხლი რომ არ ჩაუფერხია და მოსვენებული წუთიც არ ჰქონია. და თითქოს გონებაც უნდა გადასულიყო ექიმის იმ კაცრი მოთხოვნისთანავე, სისხლიანი აგვისტოსათვის შურის ძიება კი არა, მასზე ფიქრიც რომ ეკრძალებოდა. სასოწარკვეთილების განცდა დაუვლის ხოლმე, აბა უიმისოდ რას დარჩებოდა, მაგრამ იმედიც რომ გაკვესავს ამ ულმობელ დღის რეჟიმს. ექიმთა დაჟინებულ მეთვალყურეობას ღებულობს, როგორც აუცილებლობას ძალთა მოკრების წინ და იმ გადამწყვეტი იერიშისათვის აგვისტოს-სექტემბრის რბევა წარეთ რომ აზღვევინოს, სისხლიანი კალოს მომწყობთ. თითქოს შურის გებითა და დიდი გარდატეხის მოახლოების ჟინით ათრთოლებული მებრძოლი კი არ განსჯიდეს ყოფით რეალობას, არამედ ფილოსოფოსი ჭვრეტდეს, თანაც სტოიკოსთა სკოლის მიმდევარი.
ცხოვრებისათვის გამოდგესო. სპირიდონსაც ეპატიჟებოდა თავის ცოლშვილიანად მთის კალთებისაკენ. სისხლი განეწმინდება, ხალისით შეგემატება, კარგი ჰაერი და აღოსილი უფრო ენერგიულად განაგრძობს საქმიანობას. ეს ჰაერი თეთრ ნაწილაკებს სტობს სისხლში და წითელს ამრავლებსო. ექიმების სამეტყველო ენაც რომ შეუთვისებია, ზოგჯერ ჭირიც მარგებელიაო, ეს ანდაზა თავისთავად მოადგებოდა ენაზე, როდესაც ფრანგული ენის უცოდინარობას ახსენებდა. მართალია, ამ გარემოებას ბევრი დაეკლო მისთვის, მაგრამ ავადმყოფობისას რაღაცით ძალიანად წადგომოდა. ექიმი ლაპარაკს რომ უშლიდა, საღერღელიც რომ აშლოდა, როგორ მოახერხებდა მუსაიფის გაბმას სხვა სნეულებთან, როდესაც სიტყვის სიტყვაზე გადაბმაც უჭირდა. იზღა დარჩენოდა, გაჩუმებული ყოფილიყო და ძალაუნებურად შესწეოდა ჯამრთელობის გაუმჯობესებას. ვაი თუ სპირიდონს გული გასტეხოდა მასზე, ენა აქამდე როგორ ვერ შეისწავლაო. კი მაგრამ სანატორიუმში ხომ არ ამთავრებდა სიცოცხლეს, თვის მოწიფულს სოფელში გადაყვანა სპირდებოდნენ. უფრო თავისუფლად კითხვის ნებასაც დართავდნენ და ნახავდა სპირიდონი როგორ ჩაოფრანგულებდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ოტჩაუას სანატორიუმი სამ ნაწილად იყოფოდა. ცენტრალური, სადაც იმჟამად შეფარებოდა და კიდევ ბარისა და მთის სოფლები, სადაც უკვე ნებაზე ამოსუნთქვის პირობები გაუჩნდებოდა, თუკი გამოჯანსაღებულ ავადმყოფთა გზას ისიც დაადგებოდა. ცოტა თავისუფლება ბარის სოფლებში, სანატორიუმს რომ შემორტყმოდა გარშემო და კიდევ უფრო მეტი მოშორებით მდებარე მთის სოფელში. ჯერ ისინი რომ გულთამამი ადგილები იყო და ესეც რომ ახალისებდა. ეს მოლოდინიც რაღაცას ნიშნავდა, თორემ როგორ გინდოდა, ფიქრზეც აგეღო ხელი. არადა, სენი სხვა გამოსავალს არ უტოვებდა. ტიტე მარგველაშვილის ბარათი მოსვლოდა, იმას მთლად ვერ წარმოედგინა ქაქუცას ყოფა და სთხოვდა, შევერთდეთ და წყობრისად მუშაობასაც შეუდგეთო. არადა, როგორ გინდა წყობრისად მუშაობა საქართველოს გამოსახსნელად, როდესაც ლანდადღა დაიარები და აკანკალებული და წამდაუწუ მიიწევ ლოგინისაკენ. მიხაკო წერეთელის მისამართს ამიტომაც სთხოვდა სპირიდონს, რათა იმისათვის ეცნობებინა თავისი პასუხი და გულიც გადაეშალა. გადაუშლიდა და ცრემლსაც მოჰგვრიდა თვალზე. უიმედობის კილო ცხადად აგრძნობინებდა, რომ ხელიდან ეცლებოდა ეს კაცი, თანაც რა კაცი. მისი შემცვლელი რომ ვერ გამოენახათ და გონი იმედიც მასთან ერთად უნდა ჩასვენებულიყო სამარეში. მიხაკო წერეთელი ისედაც განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვამდა რეალობის სიმწარესაც და ჩაგრავი ბედის მარწუხებსაც და ქაქუცა ჩოლოყაშვილის პესიმიზმი უარესად მოუკიდებდა გულზე ცეცხლს და ილაჯ წართმეული გმირის ხვედრს ქვეყანაზეც განაზოგადებდა. თუმცა განსაზოგადოებელიც რა იყო, თვითონვე გასიმბოლოვებულიყო პიროვნებისა და ქვეყნის უბედური ყოფა და შენ მხოლოდ უნდა დაგედასტურებინა ამ მწარე სინამდვილის არსებობა. ქაქუცას მზის ჩასვლა საქართველოს თავზე წამოწოლილ უკუნეთს მოასწავებდა და ვეღარც თეთრი გიორგის ორგანიზაცია ასწევდა იმ საჯილდაო ქვას, რომლის მორევაც მხოლოდ ქაქუცას თანადგომით ეიმედებოდათ, თორემ
უიმისოთ ჯაჯგურს ძალიანაც ვერ გასცილდებოდნენ. ბედისწერამ გაგვიმეტაო, გვინავდა მიხაკო წერეთელი და სპირიდონ კედიას ეხვეწებოდა. მე კი მივწერე გამამხნევებელი სიტყვები, მაგრამ შენც დაუმატე ჩემი სახელითაც, ვინიცის სასწაულის მომსწრენიც გავხდეთ. ქაქუცას კვლავ გამოსვლისა ქვეყნის ასპარეზზეო. სპირიდონს რა შეგულიანება უნდოდა და მანამდეც ასეთი სიფაქისით შეეხებოდა ქაქუცას სულის უსათუთეს სიმებს. ის გაოცებული და გახარებული მოსწერდა 14 მაისით დათარიღებულ ბარათში. შენმა წერილმა დავარდნილი კაცი გამათბო. ბოლო დროს გულთმისანიც გამხდარ ხარ. სწორედ უგრძნია შენ სულსა და გულს ჩემი ასე გაჩუმება. გრძლად ვერ მოხწერ, რადგან ძალიანა ვარ მისუსტებული. ისე კი რაღაცას შევძლებ. ვეცდები დაწვრილებით შეგატყობინო. ეს ის ბარათია თავს ლუარსაბ თათქარიძეს რომ შეადარებს. საერთოდ კი თურმე რა უბედურება და ტკივილიც გადაეტანა ოპერაციისაგან ამ 5 თვის წინათ სულაც ფუჭად ჩაევლო. არასოდეს გაურბოდა სინამდვილისათვის თვალის გასწორებას ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ვის გულის წუხილსაც ის ტკივილიც დამატებოდა, რომ სანატორიუმის ხელმძღვანელობა თან 30 ფრანკად მკურნალობდა და თან ოდნავი საყვედური თუ დაცდებოდა, პირში მიახლიდნენ. 30 ფრანკად სახლებს ვერ აგიშენებთო. იმათი ირონია და დიდრა ჯობაღა აკლდა და სპირიდონთან აღარ დამალავდა. ეს ხო სანატორიუმი არ არის. რაწამს ჩამოვედი, მაშინვე მოვიწერე, მაგრამ ყურადღება არავინ მაღირსა. ეგა ცოტა ამინდებმა შემიწყო ხელი და მომაკეთაო. ეს მანამდე, ვიდრე ამინდიც გასასტიკდებოდა. მერეა, მე თვითონ გადავწყვიტე, ლუარსაბ თათქარიძესავით დავმორჩილებულიყავ ბედსო. თვითირონიას ის უცნაური, მისთვისაც აუხსნელი განცდა შეზავებია, რომ ბედისადმი ამგვარმა მორჩილებამ სასიკეთო ზეგავლენა იქონია მის სიმრთელეზე და სიცოცხლისკენ მოახედა. ლუარსაბივითო თავიდან მხოლოდ ირონიულად შეჰყურებდა საკუთარ თავს. ლუარსაბივითო ცოტა ხანში ირონიას უკვე შერეოდა ის აუხსნელი განცდა, ამგვარ ყოფაში რაღაც სიახლე რომ აპოვნინა. არა ურიგო და დასაწუნი, არამედ განსხვავებული და უჩვეულო. მთელი სამყარო აღმოეჩინა ლუარსაბ თათქარიძის მხატვრულ სახეში. გრძნობით ეგრძნო ეს სამყარო, მაგრამ დაკვირვებასა და შესწავლას ვერ გააგრძელებდა. თუმცა ფილოსოფოსიც რომ ყოფილიყო, როდესაც ფიქრს გიკრძალავენ, როგორ გინდა განსჯა, თვითანალიზი, ძიება, ყველა დეტალისა თუ ნიუანსის ამოცნობა და თავთავისი სახელების დარქმევაც. ზოგადი სიმბოლო კმაროდა ლუარსაბ თათქარიძე და სევდიანადაც შეხიმებოდა იმის აჩრდილს, ვის სახებაშიც ილია ჭავჭავაძეს საკუთარი პიროვნული თვისებანი ჩაექსოვა. რაოდენ გასაკვირვიც უნდა მოჩანდეს ერთი შეხედვით, სწორედ თავისი პიროვნული თვისებანი. ოღონდ ისე საგულდაგულოდ ამოეგმანა, ყველასათვის ხელმისაწვდომად
არ დატოვებდა ამ გაიგივებას. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა, ქაქუცე ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა.